მოგესალმებით ვიდეო ლესონზე, ჩემო მეგობრებო, მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ტოპ 5 თამაში სუსტი კომპიუტერებისთვის. ნაწილი მერვე. მოდი დავიწყოთ ჩვენი ხუთეული და ვნახოთ ვინ გახსნის მას. პირველი თამაში ჩვენს ხუთეულში მოხდა Call of Duty Modern Warfare. ეს არის პირველი ნაწილი Modern Warfare-ების, რომელშიც სიტუაცია შეიცვალა და ასე ვთქვათ Call of Duty-ის ის სიტუაცია, რომელიც მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, გადავიდა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი სახის Windows-ი, ოპერატიული 512 მეგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 128 მეგაბაიტი. შემდეგი თამაში ჩვენს ხუთეულში ეს არის Just Cause 2. რიკო როდრიგეზი მორიგ თავგადასავალს ეძებს, ესე ვთქვათ, კორუმპირებული და დაუნდობელი მთავრობის წინააღმდეგ. შეიცვალა თამაშის სიუჟეტი, გართულდა ასე ვთქვათ, კორუმპირებულ მთავრობასთან დაპირისპირება, იმიტომაც გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგეები ყავს და ასევე შეიცვალა ქალაქი, სადაც ესე ვთქვათ, რიკო როდრიგეზი იბრძოდა. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი სახის Windows-ი, ოპერატიული 2 გიგაბაიტამდე, ხოლო ვიდეო კარტა 512 მეგაბაიტამდე. შემდეგი თამაში ჩვენს ტოპში ეს არის გენიალური თამაში სახელწოდებით Battlefield 1942. ეს არის პირველი სერია Battlefield-ის სერიებში, რომელიც გამოვიდა 2002 წელს და როგორც ხედავთ, ძალიან მიზერული მონაცემები ჭირდება. ძირითადი მონაცემები კი არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი სახის Windows-ი, ოპერატიული 212 მეგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 64 მეგაბაიტი. როგორც ხედავთ, ეს თამაში წავა თითქმის მე მგონი პირველყოფილ კომპიუტერზეც კი. შემდეგი თამაში ეს არის Garry's Mod, მეგობრებო, რომ არ მოგატყუოთ ამ თამაშზე ძალიან ბევრი ინფორმაციას ვერ მოგაწვით, რადგანაც კონტაქტი არ მქონია ამ თამაშთან, ანუ არ მითამაშია, ამიტომაც ზედმეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან სახალისო თამაში და შეგიძლიათ ძალიან მარტივად და ხალისიანად გაატაროთ დრო ამ თამაშთან ერთად. თამაშის ძირითადი მოთხოვნილებები არის ის, რომ მას სჭირდება Windows-ი ნებისმიერი გამოშვება, ოპერატიული 512 მეგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 128 მეგაბაიტი. დღეისათვის კი ბოლო თამაში ჩვენს ტოპში ეს არის The Punisher, ანუ შურის მაძიებელი. თამაშის სიუჟეტი ძალიან წააგავს Max Payne-ის სიუჟეტს, რადგანაც ახაც მთავარ გმირს უხოცავენ ოჯახს და შემდეგ ის ცდილობს შური იძიოს მისი ოჯახის მკვლელებზე. თუმცა ამ თამაშის განაცხადებს, რომ ეს თამაში მთლიანად აგებულია და შექმნილია Marvel-ის კომიქსების მიხედვით და რაც ძალიან საინტერესოა და ჩამთრევი ისტორიის მქონეა, ამიტომაც ეს თამაში. ძირითადი მოთხოვნილებები კი არის ის, რომ მას სჭირდება ნებისმიერი სახის Windows-ი, ოპერატიული 512 მეგაბაიტი, ხოლო ვიდეო კარტა 128 მეგაბაიტი. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩემო მეგობრებო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია მოგეწონათ ჩვენს მიერ შერჩეული კიდევ ერთი ტოპი. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში. ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1027